ჟოზე სამარგუსი ვრმავე თავიდანვე დინამიურად დაიწყება და ბოლომდე სულ ესეთი დინამიურია. ადგილ-ადგილ შეიძლება რაღაცნაირად იფიქროთ, რომ ცოტა გაწელილია, მაგრამ ნუ რაც არის ხა ეგ არის თავისი მეთოდი აქვს, მანერა აქვს ამ კაცს და ერთი მთავარი კიდე რაც არის, ნუ აი ფილოლოგიის და გრამატიკულ კანონებს არ ღვევს. ესეც მისთვის არის ნუ სტილია, ირჩევენ რაღაცა სტილს, მეთოდ ხერხს, რომელიც საშუალებითაც ცდილობენ კითხველზე ისეთი ჩაითრიონ კითხველი და შეიყვანონ კითხველი სივრცეში, რომელ სივრცეშიც აღწერს ის მწერალი და მეტიც თავად იმყოფება იმ სივრცეში. როგორც ავტორიც და როგორც ერთ-ერთი მონაწილეც, ერთ-ერთი გმირი ამ სივრცის. და ესე უნდა ჩაგვიტრივეს ჩვენ, ეს არის ჩვენი ცნობიერების რაღაც უნარია. რაც ადამიანებს გვაქვს, რომ ჩვენ მივიჩნევთ ხოლმე, რომ ჩემი ცნობიერება ჩემია. და ის ჩემი ცნობიერება ჩემზეა. მაგრამ სინამდვილეში ჩვენი ცნობიერება სოციალური მოვლენაა. ესე იგი თითქოს ქსელში ვერთვებთ რა, ეს დაახლოებით ესეთი რამე არის, აი მაგალითად ქსელში რო ერთი რო გამოირთვება რაღაც ერთი, შემდეგ ეს ქსელში ეს გამოირთვება ესეც ერთი ნაწილიც რომ გამოირთვება, ეს გამოირთვება. გონი და ეს კალი ყოველ დღე დარბის, ყოველ დღე. ესე იგი ზამთარში, გულში, წვიმაში, არაწვიმაში. ხო, ფორმები აქვს სპეციალური. ზამთარში რაღაც სხვანაირი ფორმები აქვს. ყოველ დღე აი ამ გზაზე ჩამოიღოს აი დისციპლინირებულია. ხო, ამ დისციპლინას მნიშვნელობა აქვს ამ მარაგოსთან. ეხლა მე არ ვიცი ყველაფერს გავშეძლებ თუ არა გავიხსენ. ერთი ეს არის გრამატიკა, სადაც წერტილმძიმე არ არის. უბრალოდ არის, მაგრამ რაღაცნაირად არის დასმული ეს წერტილმძიმე. ალბათ ეხლა მე არ ვიცი, არსად არ მინახავს, ვინმე ხო არ არის. ხო არის ხოლმე, რომ წერტილის და მძიმის გადაადგილებით ხოლმე აზრი იცვლება წინადადებაში. აქ ეგეთი რამე პრინციპში მე არ შემხედრია ეხლა რომ წერტილის და მძიმის გადაადგილებით რაიმე აზრი შეიძლება იცვლებოდეს, შეიძლება არის კიდეც დედანში. და რაღაც ორაზროვნების მომენტიც აქვს, რა რომ აი წერტილი აქ კი არა, იქ უნდა იყოს ცხადია. იქ თავდება წინადადება, მძიმე აქ კი არა, იქ უნდა იყოს, მაგრამ მე ასე ვსვავ. ესე იგი ასე წაკითხოთ შეიძლება. ასე წაკითხოთ შეიძლება და იქ შეიძლება აი ასე წაკითხოში აზრი ცოტა სხვანაირად შეიძლება ჟღერდეს და რაღაცას მიგანიშნოს. ესეთი რაღაცა არ მინახავს. ესე იგი შევეცადე რომ დამეძებნა YouTube-ში და არის რაღაცა ტექსტი, სადაც სამარაგუზე იქნებოდა რაღაცა დაწერილი. და მე კვლევასავით ან ბერძენიშვილს აქვს, მაგრამ ნუ ბერძენიშვილი თანამედროვე წერილებთან ცოტა მწყრალად არის 60 წლების მერე. ვინმე თუ რამე დაწერა, მე მისგან არ მახსოვს რომ რაიმე მაგალითად უელბექს, როცა ლაპარაკობს უელბექზე, ნუ კატასტროფა არის, თუმცა იმ ჯადოსნური მთას, რომელზეც ასე აქებდა და რამდენიმე ლექცია მიუძღვნა თომას მანის, იქაც მანდამაის დიდად რაიმე გაეგოს. ყოველ შემთხვევაში ლექციებიდან ისე ჩანს და შეიძლება ხა ბერძენიშვილის მეთოდია, რომ უფრო აღძრას ჩვენში სურვილი, რომ წავიკითხოთ სხვადასხვა ჯადოსნურებთან და ბერძენიშვილმა დაჟინებულმა მოძახილმა, ასე ვთქვათ რა, მოხმოვან. წამაკითხა. მაგრამ ეს აქ უკვე და
ანჩენად 60-იან წლებამდე სანამ ახალგაზრდა იყო და სანამ შეეძლო დაკვირვებით კითხვა და რაღაც ენთუზე ეხა უბრალოდ ალბათ კითხულობს ხოლმე თავის პროფესიიდან გამომდინარე და ან და უბრალოდ ერთგვარი ნარკოტიკია, იმიტომ რომ აი სამარაგუც ამ წიგნმაც გამოიწვია ჩემში ის რომ ჩემი წარმოსახვა აღძრა და ჩემი ცნობიერება ნასკარად შეძლო რომ შეეყვანა იმ სიუჟეტში იმ სივრცეში რომ სივრცესაც ის აღწერს იმ კონტექსტში დეტერიტორიალიზაცია მოახდინა ეს ტერმინი არის დელეზის მაგრამ ცოტა სხვანაირად ხმარობს მაგრამ ძალიან კარგი ტერმინია რა ეს დეტერიტორიალიზაცია როდესაც ერთი რაღაც მოვლენას რომელიც აი ხა თქვა ხდება აქ ამერიკაში და რაღაცა თქვა ამ ერთ მოვლენას ერთ ადამიანს ერთ ობიექტს რაც იქნება იმას გადაიტანს პოლიტიკაში უფრო ის გადაიტანს სხვა კონტექსტში და სხვა აზრი შეეძინება აი მაგალითად იესო ქრისტე თქვა იუდეაში ერთი პერსონაჟია და შემდეგ იესო ქრისტე გადატანილი უკვე სოფლიო მასშტაბით და სოფლიო ისტორიაში უკვე სხვა პერსონაჟია რა სხვა პერსონაჟი სხვანაირად აღიქვა ხო მოგე რაც არის ხო და აი ამ ჩვენი ცნობიერება რომელსაც აქვს უნარი კი არა ეგრე ესე მუშაობს რა ჩვენი ცნობიერება რომ ის ჩართულია ქსელში და რომ ქსელში ჩაერთვება დაახლოებით ისეთ აი წარმოიდგინეთ იყოს ისეთი ნატურა რომელიც დენზე კი არა მაგალითად მუშაობს ჯერ სხვა დენზე მუშაობს ხო სხვა ამპერები და რაღაცები სხვადასხვანაირად ანათებს აი წარმოიდგინეთ სხვა ფერდთან ფერზე ანათებდეს როდესაც მაგალითად ქსელი იყოს ბენზინის ნავთის ჰაერის სხვა რაღაცა ნივთები ჟავის ან რაღაცა და სხვა ნივთიერებებში ქსელში აი სადაც დენი კი არა სხვა რაღაცა გადის და იმის შესაბამისად ის სხვადასხვა ფერით ანათებდეს რა იმ ფერით და იმ რომელშიც სხვა ნატურებიც არიან და იმ სხვა ნატურებს თანათროლებთ. ანუ რა ვიცი როგორ აღიქცევთ ყოველ შემთხვევაში თუ ქსელში არ ჩაერთო ჩვენი ცნობიერება, მაშინ ის საერთოდ ვითარდება და არის რამდენადაც ვიცი ანთროპოლოგიურად ისე რომ ბავშვები თუ არ ჩართე რაღაცა ქსელში გარდაიცვლებიან. ვერ ცოცხლობენ ადამიანის ცნობიერებას აუცილებლად ჭირდება რაღაცა ქსელში ჩართვა. ეს ქსელი შეიძლება იყოს ხროვა გლების ხროვა, მაიმუნების რაღაცა და ამიტომ მაგალითად როდესაც გლების ხროვაში რაღაც მაუგლივი ტიპაჟი იპოვეს, ის მისი საქციელი მთლიანად გლური იყო, ცხოვრობდა დაახლოებით იმ ხანს გლები ცხოვრობდა, მოკლედ ცნობიერება, რომელსაც ადამიანს აადამიანებს, რაღაც უცნაური თვისების ქონია ის ერთვება უფრო რაღაც სხვა სისტემაში და ჭირდება მას დიდი ქსელი. ეს არის მისი თვისება. ხო, აი მაგრამ ესეთი ამ ქსელში ჩართვის საშუალებები არის მაგალითად სტადიონზე წასვლა, ხა კვარა და რეალი თამაშობენ დღეს მაგალითად იქ სტადიონზე მისვლის დრო ჩაერთვებიან. ეს როგორ გადამდევიო და როგორ მაგალითად არგენტინელები რო გიждდებიან ან ნეაპოლელები ფეხბურთზე და ბავშვობიდან ესე არიან შერთული ამ ფეხბურთზე გვიკვირს კი 80 და 10 წლის კაცი რომ ცხოვრობდა გარდაიცვალა დღეს გიჟივით უხარია რაღაც ფეხბურთის ამბო და ის ცნობიერება ესე არის. მოგე პატარა მანძილებზე პატარა დისტანციებზეც ესეთი ჩართულობები ხდება მაგალითად თეატრში აჩუქები ისინი თეატრის დეკორაცია როგორც ხდება აგერ ფონი როგორი დაიდება რომ შენ ცნობიერება ისე მოუმართოს კინო თეატრში როგორ ხდება ეს ფილმებში და ყველა მწერალს აქვს თავისი მეთოდი და აი სამარაგოს აქვს თავისი რაღაცა წერის ესეთი მეთოდი რომელიც მეთოდიც შეგირთავს შენ შიგნით და ჩაგითრევს ნაწარმოებში ამიტომ ეხა თქმა იმისა რომ ერთი მწერალი უფრო ჭკვიანია ვიდრე მეორე მწერალი შეიძლება ესეც არ იყოს შეიძლება რომელიღაცა წიგში რომელიც სულაც არ იყოს საინტერესო ისეთი იყოს რომ საჯიგუფრობითი ფილოსოფიური აზრები და უფრო მაგარი აზრები ეწეროს მაგრამ ის საერთოდ ამაო იყოს იმიტომ რომ მან ვერ შეძლოს შენი შერთვა ჩართვა და აინტერესება კი არა აი უბრალოდ იმ წიგნის პრობლემატიკაში შენი ცნობიერების შეთრევა და ხო ესეთი
შეტყუება. ეს ხოდა მოგეთ სამარაგოს ამბავი ეგეთი. ესეც წერს და ზოგჯერ მოგეთ გრამატიკული კანონები უნდა დააინგრეს მეგობრებო, იქ უნდა მოხდეს ერთგვარი ტექსტიდან ამოვარდა იმ დინარებაში რო არ იყო ნამეტანი ჩავარდნენ. ეს ყველაფერი თუ კარგად წერია, ყველაფერი თუ გამართულად არის, შენი გონებაც მიდის და რაღაცებს მიდის და უბრალოდ აი მისრიალებს ტექსტზე ზემოდან. ეჭვმა ხოლმე ბერძენიშვილი კითხულობს მასე და აი მის ძალიან ბევრი სხვა ფილოლოგები ვინახე, აი პროფესიონალები რომ არიან აი საგვარდო ლიტერატურის რაღაცა და მათი ისინი რაღაცნაირები არიან. ესე იგი ვერ ერთვებიან იმ სამყაროში, რომელიც სამყაროშიც ეს მოვლენები ხდება, აღიწერება, ხდება აღიწერება ერთად რო ვთქვათ. იწერება, ასე ვთქვათ, ითხზება. აი ეს უფრო კარგი ითხზება, რომელშიც შეთხზულეთ, ხზვა ხოლმე ქართულად წნას ნიშნავს, იწუნება. თხზა, შეთხზა. თხზა, არ ვიცი, ახლა ქართულში მაგას ნიშნავს თუ არა, მაგალითად კალათი ითხზება, ესე იგი იწუნება და იწუნება. წმასნიც არსებობს, თურმე ჩვენ ქართულად. მოგეთ თხზვა ნიშნავს ამ დაწუნას რა. აი შენ ერთ-ერთი ღერო ხარ რა, მოგეთ კალათაში. მოგეთ ვერ შედია რა, ზემოდან სრიალებენ ამ ტექსტზე. და თავის ფიქრებს ფიქრობენ რა. ასე ვთქვათ, ის ყოველთვის ეგრე არის. ჩვენი ფიქრები და ჩვენი წარმოსახვევით შევდივართ, მაგრამ ამდენი იქნება. ხო. მოგეთ ესე შეყვახარ სამარაგო, ხო და გრამატიკული დარღვევები, უცნაური სიტყვები, აი ამ სრიალიდან ამოგაგდებს და გაიძულებს, რომ ტექსტში შენ თვითონ უბრალოდ დააძაბო ჩვენი გონება და უფრო ღრმად ჩაყვინთო ამ ტექსტში. იმ გარემოში, რომ გარემოსაც ქმნის ეს მწერალი ამ თავისი ტექსტით რეალობას. ხო და შედიხარ ამ რეალობაში. თუმცა ბერძენიშვილი ახსენებს, რომ ეს არის რაღაცა რეალობაო, ეს არ არის დისტოპია. მოგეთ რაც არის. ხო და ერთ-ერთი ეს არის ესე იგი გრამატიკა. მეორე არის საკითხი, რომ ყველანი ბრმავდებიან იქ და ისმევა კითხვა, როგორ არიან, რატომ დაბრმავდნენ ესენი, ყველა დაბრმავდა ამ ქალაქში და როგორ შას დედამიწაზე. ნუ ნენელა ბრმავდებიან. ნენელა როგორ დაბრმავდა მოდის უცბად ბრმავდები შენ თვითონ, მაგრამ გადამდები ავადმყოფობასავით არის რა. და იწყება ერთი ადამიანიდან ეს ტაქსის არ არის კაცი ტაქსისტიც. მანქანის არის იქიდან იწყება და მერე გადადის აშკარად გადამდებია ხო. მაგრამ ამ სიმრავლეს აქ ერთი უცნაური თვისება ეს არის რომ ბრმა კი არა ხარ. ეს არის სადაც მარტო სინათლეა. ესე იგი ამ სინათლეზე ვერაფერს ვერ ხედავ. ძალიან სინათლეა. ესე იგი სიბნელესაც ვერ ხედავ რა. მხოლოდ სინათლეა. აი თუ არ დაჩრდილდა, ჩრდილი თუ არ შეიქმნა, ისე ვერ ხედავ. ესე გაითქვა წარმოიდგინეთ ახლა უცებ შეხვედით რომელიღაცა ოთახში, სადაც არის პროჟექტორები და იმდენად არის რომ ნუ თან თვალის დახუჭვა არ შეგიძლიათ რა ამას და ყველაფერი არის განათებული, გაჭახჭახებული და ყველაფერი არის თეთრი. და იქ არაფერი ნივთი არ დევს, არაფერი არ რას დაინახო, ვერაფერს ვერ დაინახო, ხო? ეს არის აი თქვა სინათლით შუქით დაბრმავებული. ესე იგი რა არის ეს რატომ ამას ხო შეიძლება და სამარაგოს მაგალითად ეთქვა რომ ეს სიბრმავე არის ჩვეულებრივი სიბრმავე. არა, ჩვეულებრივი სიბრმავე არ არის. ხოლო ამითი განსხვავდება ჩვეულებრივი სიბრმავისგან. ვერაფერს ვერ ხედავ. ვერაფერს ვერ არჩევ. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ შენ ნათელში ხარ. მუდმივ ნათელში ხარ. ბლისში ხარ. ესე იგი მუდმივ
please განსხილოსნებაში ხარ. შიკაშკაშეში ხარ. Okay, guys. შიკაშკაშეში ხარ. ყველაფერი იმდანაც ცხადია შენთვის. რომ შენ ვეღარ ხედავ განსხვავებებს. ყველაფერი იმდანაც ცხადია, აბსოლუტურად ყველაფერი იმდან 100%-ით არის შენთვის წარმოდგენილი და ყველა შიგნით აი როგორც ბერძენში რო კითხულობს ციგნებს და გონია რომ ესმის. და სიამდვილეში ვერ ხედავს. ან ნუ ჩვენ არ გვეუბნება რომ თავის თავარი მოღვაწეობა თulis რო თქვენ გვაიძულოს. ინტრიგა აღგზრას შუში, ინტერესი აღგზრას შუში რო ციგნებს წაგვეკითხა შეიძლება შეგნებულად მაგიტომ ლაპარაკობს ისე როგორც ლაპარაკობს არაფერზე. ნუ თავისაზე რაღაცაზე, მაგრამ ციგნის შესახებ აფერზე შეიძლება რამე მოხდეს, ხო ეს კუდი გადამძვრა თავი რა. ხო, შეგაშკაშ, მაგრამ ეს ხა ამას არ ამბობს სამარაგო. უბრალოდ შენ თვითონ როცა ფიქრობ, რომ აი რატო სიბრმავე, თუმცა გითხარით, რომ შეიძლება იწერტი მძიმეს თავის ენაზე პორტუგალიელებისთვის რაღაცას ნიშნავს იქ და რომლის გადმოტანა შეუძლებელი ხდება სხვა ენაზეში. შეიძლება აქაც სამარაგო რაღაცას მიანიშნოს ვიღაცას რაღაცას. მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ვივარაუდოთ ორი რამით. ესე იგი სიმბლელის კონცეფცია. თან როგორ არის ხა? ბოლოს ყველა ხედავს, მაგრამ მანამ სანამ მამანი დაიწყებენ რაღაცის დანახვას. ესე იგი დაუბრუნდებათ მხედველობა, ის ბოლო ერთ გვერდშია, თუ ორ გვერდშია. ისინი ჯერ ხედავენ სიგნალებს და შემდეგ გადადიან სიბრმავეზე. მხედველობაზე, ესე იგი ჯერ უნდა დაინახოს შუქი კი არა, თავზე უნდა იყოს სიგნალი. ეხლა ეს თუ გახსოვთ ბიბლიაში ნათელი ძალიან გვიან იქნება. მე-4 თუ მე-5 დღეს რაღაც მახსოვს. ხო? ჯერ მანამდე ზედამთვარი არის. უბრალოდ ჯერ ნათელია და შემდეგ გამოდის ზედამთვარი ბოდიშით. ხო, თავიდან ყველაფერი არის ბნელი. და ღმერთმა თქვას, რომ მოდი იყოს თავიდან შექმნა ღმერთმა ცადა მიწა და მე თქვა, რომ დავა იყოს ნათელი. ესე იგი რაღაცა ხდება სიბნელეში. და მე იქნება ნათელი. და რა პირიქით ჯერ არის ნათელი და მე ნათელში ხატება რაღაცები. არა უკვე რაღაცები არის პოტენციურად მოცემული და შემდეგ ნათელში ხდება ნათელი და შემდეგ ხდება პირველი გაყოფა, პირველი დანახვა და შემდეგ უკვე იქ დაიწყება ხედვა. როდესაც ყველაფერი ნათელია, ხო, მე სამარაგოს ბოლო წიგნი არის კაენი ბიბლიაზე, მანამდე იქ აშკარად უბრუნდება, ხო, იესოს ცხოვრებაზე აქ კიდე დაწილის გამოცდის. და მე სხვა ნაწარმოებებში არ ვიცი რა როლს ამოშობს ეს ბიბლია და რაღაც. ვერ ვიპოვე ვერაფერი სამარაგოს სამეცნიერო ლიტერატურაში შეიძლება რაღაც სტატიების პოვნა, შეიძლება იქ შესვლა ბიბლიოთეკაში დაძებნა. სამარაგოზე ერთი მაქვს, რომლისთვისაც ესე იგი ერთი სამართალზე არის ეს და სამართლის ფილოსოფიაზეა და იქ არის სწორედ სამარაგო მოხმობილი, სწორედ სამარაგოს წიაღ, სამარაგოს საშუალებით რაღაცა თეორიას აყალიბებს ადამიანი და ამიტომ გადავწყვიტე რომ სამარაგო წამეკითხა ეს, მაგრამ ეს არის პროზრეინია რუსულად ესა ქართულად თარგმნილი არ ხედვას ნიშნავს, რა სინ ინგლისურად ის თარგმნილი ქართულად არ არის. და როდესაც ის ნაწარმოები ვიპოვე და გადმოვწერე, მე იქვე წერეთ, მაგრამ მოგეთ ის გამოდის, რომ ეს მეორე წიგნი, რომელიც სამართლის ფილოსოფია აგებული, ის წიგნი ყოფილა აი ამ წიგნის, რომელსაც ახლა მე ვაპარაკობ სიბრმავის გაგრძელება. ესე იგი, პირველი წიგნი არის სიბრმავე, მეორე წიგნი არის ხედვა. დანახვა. აი
დანამხველობა რო იყოს ეგეთი რაღაც. ყურება კი არ ხერხი. ხო, დანახვა, რაღაცას რო დაინახო რა. ასე რამეთო კი სინგ რაღაცას რო ხედავ კი არა, აი თან რო იწყებ ხედვას და რაღაცას რო დაინახო და რო უყურებ ორი აი დანახვა რო იყოს პროცესი რა. როგორც არის ხედვა, ხო გამძოფითია, დაინახე არის, ანუ კონკრეტულად რაღაც დაინახე. ხედავდი. ხედველობა კიდე ნუ ზოგადად აი დანახვა, დანახვა რო იყოს, დანახვა, რაღაც ესეთი სიტყვა რო იყოს ქართულში. ამიტომ რუსულში არის პროზრენიე, ესე იგი ზრენიე არის და პოზრენიე, პროზრენიე, პრო არის ჩასმული კვადრატულ ფრჩხილებში, ესე იგი ერთად წერია სიტყვა არის კვადრატულ ფრჩხილებშია და ზრენიე, თუმი წერილი, ესე იგი ზრენიეც არის და პროზრენიეც. პროზრენიეც არის პროზრენია გამოღვიძებასაც ნიშნავს რა. გამოღვიძებასაც ნიშნავს რა. პროზრენია არის აი რაღაც რო ხედავ რო და არა პროზრენია გამოღვიძებას კი არის, просто გამოღვიძებასავით აი რო არსებობდეს სიტყვა ხედვა და გამოხედვა რო იყოს. არა გამოხედვა ფანჯრიდან გამოხედვა რა. რაღაცა ზეირა რო აქ ადამიანს გამოიყურებასავით. არამედ აი გამოხედვა რო იყოს ცალკე ზნა რა. აქედან გამოფხიზლება, განმრთხოვა, ძველ ქართულად განმრთხოვა. სული გააფრთხო. განმრთხოვა არის ძველ ქართულად გამოღვიძებას ნიშნავს. ფრთხილი ნიშნავს ფრხიზელს. ფრხიზელი არ იყო ძველ ქართულში სიტყვა. ხო და მოგეთ და ისათვის რომ დაინახო ჯერ უნდა დაინახო სიგნალეს. გოეთეზეც რო ლაპარაკობდი, იქაც იყო თუ გახსოვთ რომ შუქს ჭირდება საგანი. შუქს ჭირდება საგანი, საღვთო შუქს. თაურ მოვლენის, თაურ ფენომენის. ურნ ფენომენი, როგორც ჩვენი კოკა ბრეგაძე თარგმნის, ურნ ფენომენი. ურნა ფენომენები, ურნაში ყველაფერი რო იყრება და გაემოკდა სიცილით. ხო, რა კარგი გამოვიდა, მაგი არ მიფიქრევა. ურნ ფენომენ ესე არის გერმანულად თურმე რა. ნიშნავს თაურ, ესე იგი სათავე პირველ თაურ ფენომენს, თაურ ჩენილობას რა, ასე თქვა. და თაურ რაღაცა მოვლენას თუნდაც რა. ეს რომელიც არის საღვთო. აი ეს თაურ მოვლენა, შუქი თუ არ შეჯახა სხეულს, შენ მას ვერ ხედავ. და თვითონაც უბრალოდ ცარიელი შუქი. ესე იგი, იმისათვის რომ დაინახო, მარტო შუქი არ კმარა, უნდა დაინახო საგნებს. და უნდა დაბნელდა. აი ეს ნიჩეს თემა არის, რომელსაც მამარდაშვილი ძალიან დაჟინებით, განსაკუთრებით ქართულმის უკვე ქართულ პერიოდში, ზუსტად იმისათვის რომ დაინახო, უნდა დაბნელდეს. თორსა დაბნელდება მე შევი გაქრდეს შუქი. ესე ქრისტე რო დაინახო, ის უნდა იყოს სრული სიბნელე. აი სულად რო დაბნელდა, მაშინ მოვიდა ნაპრწკლად იესო და გაანათა და ბნელი მას ვერ მოერია. ეს არის ისე როგორც ჩვენ, ესე თუ შენ ხედავ, მაშინ ვერ ხედავ. სახარებაში არის ამისი ბრმის მაგალითი, ხო? ბრმა არის, რომელიც დაინახავს იესოს, იცნობს მას და ამიტომ ის ხედავს, ხოლო ისინი ვინც ხედავენ იესოს, ვინც ბრმები არ არიან ფიზიკურად, ისინი იესოს ვერ ხედავენ და პირიქით მას კლავენ. ადამიანი და ამას ამბობს მამარდაშვილი მაშინ, როდესაც დაინახა კუთხე. აი ზუზვე ხო დაწევის იმაშია. ეხა თუ ვერ დაეწია, ტყუილა ლაპარაკობ. რომ მაგარი მე აგექცა სანამ შემათ იჭინთებოდი. მოდი ხარჩეთ რემათ. ზუზუ. აუ შევიდა და ეხა всё, ეხა დამერხავს, всё. იქ გამოედება რაღაცას. ზუზუ. გამოდი ეხა რა, აუ ჩემი, კაი. დავკარგე ეხა ეს ესეთ ყველა მე როგორც ჩანს. ვეცადე რა პაუზის და